ისრაელი ირანის ბირთვული პროგრამის განვითარებაში ადანაშაულებს ოფიციალური თელ-ავივის განცხადებით ირანის შეჩერება შეერთებულ შტატებს მხოლოდ სამხედრო ძალის გამოყენებით შეუძლია. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ კი მიიჩნევს, რომ გაეროს მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები სწორი გადაწყვეტილებაა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს განცხადებით, ირანი ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას მხოლოდ მაშინ შეწყვეტს, როცა შეერთებული შტატები თეირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალას გამოიყენებს. უცხოელ ჟურნალისტებთან საუბრისას ნათანიაჰუმ აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებული მკაცრი სანქციების მიუხედავად თეირანი ბირთვულ პროგრამაზე უარს არ იტყვის. ირანზე დიდი საერთაშორისო ზეწოლაა საჭირო. ჩემი აზრით, სამხედრო ძალების ჩარევის გარეშე მხოლოდ ზეწოლა უშედეგო იქნება. დასავლეთი თვლის, რომ ირანი ურანის გამდიდრების პროგრამას ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოიყენებს. თეირანი კი ამ მოსაზრებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, ბოლო დროს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ალბათობა შემცირდა. ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ბირთვული პროგრამის განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ გააცნობიერა ის საფრთხე, რომელიც ირანის ბირთვულმა პროგრამამ შეიძლება შეუქმნას მსოფლიოს. ნათანიაჰუმ გაეროს მიერ დაწესებული სანქციებისადმი მხარდაჭერა ღიად დააფიქსირა. უდავოა, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად რთული მდგომარეობა შეიქმნა. ყოველივე ამის მიუხედავად ირანს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია. თეირანი მიზნის მიღწევას ყველა საშუალებით მაინც ცდილობს. ნათანიაჰუმ ჟურნალისტებთან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე ირანის გავლენაზეც ისაუბრა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ცეცხლის შეწყვეტისკენ ღაზის სექტორში მოქმედ იმ სამხედრო დაჯგუფებებსაც მოუწოდა, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს.